მოგესალმებით მეგობრებო, შემდეგი ვიდეოს დროს დადგა. დღეს ჩემ წინ დგას Suzuki GSX-R 1000 2014 წლიანი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის სახელს ბაიკებში და დღემდე თავის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. GSX-R სერია Suzuki-ს უბრალოდ მოტოციკლეტი არ არის, ეს არის ლეგენდა. აქ ჩვენ გვაქვს 199 კუბიანი ძრავი 4 ცილინდრიანი, რომელიც დაახლოებით გამოიმუშავებს 185 ცხენის ზალას. ერთ ჩემს პირად აზრს გეტყვით, მე Suzuki-ში ერთი რაც არ მომწონს, GSX-R 600-იანებს შევეხები. 2025 მოდელიც კი იგივე კუზაოა და ყველაფერი იგივეა ვიზუალურად, როგორც წინა მოდელები და ეგ ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ დღესდღეობით რაც ბაზარზე მოტოციკლეტები არის, Yamaha, Kawasaki და ასე შემდეგ, ისინი როდესაც ყოველ წელს ახალ მოდელს შვებენ, სრულიან დიზაინს და უფრო და უფრო ხვეწავენ ვიზუალს. რაც Suzuki-ს არ გააჩნია. ამ მოდელში ძალიან მომწონს წინაფარი, აქვს ძალიან განსხვავებული ფარი. ამ მოტოციკლეტს აქვს ძალიან სიგიჟე ხმა. ახლა მოდი ხმას მოვუსმინოთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნო და კარგი ხმა აქვს. ნუ ბევრს არ მოსწონს და აწუხებს ბაიკების ხმა, მაგრამ ვინც ბაიკებზე ხართ, ალბათ მოგწონთ ასეთი ჰანგები. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მოტოციკლეტი არის დამწყებისთვის, ძალიან ძიმია. მაგრამ თუ ვიცი, რას საკეთებ და თუ მართლა კარგად გამოგდის, როს დაждები, ბალანსი, ადრენალინი და სისწრაფე იდეალური კოლაბორაცია არის. წინა და უკანა დაკიდების სისტემა არის იდეალური. როგორც მუხრუჭები ზუსტად ისე მუშაობს, როგორც 1000 კუბიან ბაიკზე უნდა მუშაობდეს. არის ძალიან მკვეთრი და დამაჯერებელი მისი მუხრუჭები და აქაც ჩვენ შევხვდებით, როგორც წინა ვიდეოში ერთ ქონდა დაგზელებული მაიატნიკი. ამ მოტოციკლეტსაც აქვს დაგზელებული მაიატნიკი. სხვათა შორის ეს მოტოციკლეტი იყიდება. ეს მოტოციკლეტი არის ნიკა ინასარიძესი და შეგიძლიათ მიმართოთ და უკავშირდეთ და კარგ ფასში იყიდის, სხვათა შორის კიტი სრულიად ახალია. მოკლედ აქ სანამ მოვიდოდი ამ პარკინგზე, ამ მოტოციკლეტზე რო ვიჯექი, ძალიან თავდაჯერებულად ვიჯექი. ვაღიარებ, რომ მანევრში ცოტა ცუდია, იმიტომ რომ მაიატნიკი გვაქვს უკან. მაიატნიკის გარეშე მოტოციკლეტის მანევრი უფრო უკეთესია, რა თქმა უნდა. ასევე ჩვენ გვაქვს წინამხარი დაწეული, ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოიყურება და ალბათ დამეთანხმებით ბევრი, რომ Suzuki ზოგადად ძალიან გამძლე მოტოციკლეტია და საქართველოში Suzuki-ს ყავს თავისი კლიენტი რა. არის ძალიან ბევრი საძმაკაცო, მეც ყავს 3 ძმაკაც, რომელიც Suzuki ყავს და Suzuki-ებით დადიან ესე ბანდა რა რაღაცნაირად რა, შეკრულები არიან და სულ ერთად მოძრაობენ და სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრს არ მოსწონს რა, ბევრს არ მოსწონს, იმიტომ რომ ზოგს ვიზუალი არ მოსწონს, ფარიდან გამომდინარე, ზოგს არ მოსწონს, იმიტომ რომ არ ცვლიან დიზაინში არაფერს როგორც მე. მეც არ მომწონს მაგის გამო, მაგრამ ეს მოდელი კონკრეტულად ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს რა. აქ გვიყენია Yoshimura-ს გამშვები ორიგინალი, რომელიც მოტოს აძლევს შესაძლებლობას, რომ გამოუშვას ისეთი ხმა, როგორც წეგან მოვისმინეთ. როდესაც აქ საუბარს მოვურჩებით, შემდეგ გადავინაცვლოთ უკვე გზატკეცილზე და მოძრაობის დროს შემოგთავაზებთ კიდე პატარა ვიდეოს და ვისაუბრეთ მართვის მანევრზე და სტილზე. სხვადასხვა წინა ვიდეოს კაი გამოხმაურება მოყვა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრმა დააკომენტარა თავისი აზრი. ასევე გთხოვეს რომ გადაგვიღო ეს 1000-ერი Yamaha MT-10 SP და თუ ვინმეს ყავთ და გაიმეტებთ რომ გავტესტოთ, შეგიძლიათ შეგვიხმიანოთ. ბევრი ვიფიქრე ამ მოტოციკლეტს მე რა გადამიღო და დიდი ალბათობით ამ მოტოციკლეტს მე შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო მოდელს. BMW S1000-ს შემოგთავაზებთ დიდი ალბათობით და კიდევ ვფიქრობ რომ Hayabusa გადავიღოს და ვნახოთ რამდენად შეუძლებთ. წინა ვიდეოში ასევე ვისაუბრე მაყუჩებზე და ამ მაყუჩებზე მართლა ძალიან გული შემტკივარ ვარ მოგატყოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი საძმაკაცო და სამეგობრო ყავს, ვისაც ბაიკები ყავთ და ზოგს ქარხნული მაყუჩი უყენიათ, მაგრამ მაინც გადაიყვანეს. ნუ რაღა შორს წავიდე, აი თქვენს ნახეთ ალბათ GG-ს ვიდეო H2R-ზე რომ უყენია ქარხნული მაყუჩი და მაინც რომ გადაიყვანეს და ასე შემდეგ რა. იმედია რაღაც შეიცვლება და ერთმანეთს თუ გვერდში დაუდგებით და უკან არ დავიხევთ წეს რაღაც გამოგვივა რა. კარგით მოდით რომ აღარ გავწელო, გავაგზავნოთ ამ მოტოციკლეტზე საუბარი. ამ მოდელში აქ გვხვდება ძალიან ბევრი რეჟიმი, აქ გვაქვს action control-ი, მაგრამ მაინც ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და აი ზუსტად ეგ არის ამ მოტოციკლეტის ხიბლი ჩემი აზრით. ალბათ ბევრს გონიათ რომ Suzuki თავიდანვე მოტოციკლეტებს აკეთებდა, მაგრამ სიმართლე სხვანაირია. Suzuki დაარსდა იაპონიაში 1909 წელს ქალაქ Hamatsuში. მისი შემქმნელი კი არის Michio Suzuki. თავიდან Suzuki საერთოდ არ იყო მოტო ბრენდი, ის ქმნიდა მანქანებს. როგორ გადავიდა Suzuki მოტოციკლეტებზე? მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია სჭირდებოდა რაიმე იაფიანი ტრანსპორტი და სწორედ აქ დაიწყო Suzuki-ს მოტოციკლეტების წარმოება. 1950-იან წლებში Suzuki-მა დაიწყო მოტოციკლეტების გამოშვება, სკუტერების გამოშვება, დაბალი ძრავით, მაგრამ ძალიან მძლავრი ძრავით და მალევე გადავიდა სპორტულ ძრავებზე Suzuki. 1995 წელს Suzuki-მ პირველად გამოუშვა GSX-R 750 და ზუსტად ამ ფილოსოფიის გაგრძელებაა Suzuki GSX-R 1000 2014 წლიანი ძველი სკოლა, ესე რომ ვთქვა.
თუ მოგწონთ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ და გამოიწეროთ, დაგვიწეროთ კომენტარი. რას ფიქრობთ ზოგადად საქართველოში არსებულ მოტოციკლეტებზე, რის ვიდეოს ისურვებდით შემდეგს, რა შევცვალოთ ჩემს ვიდეოებში, რა ჩავამატო ან რა ამოვიღო, მე ყველასაც გავითვალისწინებ აუცილებლად და ახლა კი ნენელა დავამთავროთ ჩვენი ვიდეო და გადავინახოთ გზატკეცილზე. მოკლედ იმაზე შევთანხმდით, რომ ეს მოტოციკლეტი არ ბერდება, არის ძალიან ლამაზი, არ არის გამოუცდელი ზღოლებისთვის. შეგიძლიათ ეს მოტოციკლეტი გამოიყენოთ როგორც სპორტში გულისხმობ დრაგი, წრიული რბოლა და მსგავსი სტილის შეჯიბრებს. კარგით, მოდით მოკლედ გადავინახოთ გზატკეცილზე და თქვენგან ველოდები გულწრფელ ემოციებს და აზრებს, თუ რას ფიქრობთ ჩემ ვიდეოებზე და ძალიან დიდ мотиваციას მომცემთ თუ ახს გამოიწერთ და დამალაიქებთ. თორე ჩემს ძალიან ბევრს ნიშნავს და უფრო დიდ мотиваციას მომცემს და ზაფხულში კიდე თელი ზაფხული და თელი სეზონი წინ გველოდება ძალიან მაგარ და გიჟურ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. იმედია ყველაფერი ისე გამოვა როგორც გეგმაში მაქვს. დავამატებ, მოკლედ ესე კაია. კიდე რა უნდა მეთქვა? კაროჩი მაგარი რა წამოდინა. წავიდე. გადავიღოთ ხა ვიდეოები. აქ ჩვენ ხედავთ ინვალიდების ადგილს. მოტოსფერო. მამუკა. შენი ადგილია ძმაო. წინ ტრეკზე წინაზე ისე წაიცა მაგის მე სულ ვერ არის. თავი დაარტყა. კაი ეს ხუმრობით ჩვენი ძმა. ვა, პირდაპირ ეთერში ვარ ბიჭო რა. რას დავაჭირი ამისთანაც? იმედია მიკროფონი არ გამძორება. ეს ბენზინი არ შეიმჩნიოთ მეგობრებო. რეალურად ასხია, მაგრამ მაინც ანთებს. დღეს ჩემი ოპერატორი იყო ელიზაბეთი. მადლობა ელიზაბეთს, რომ გადაღებაში დაგვეხმარა. რო არ მოგატყუოთ, კომფორტულად ვზივარ. რაო, ჩუგრი. რამხელა ხარ შენი ადი დისკომფორტი საერთოდ არ მაქვს ამ ადგილზე, მაგრამ ქალაქში ზუსტად ვიცი რომ ამ ადგილება გამიჭირდება, იმიტომ რომ არ ვარ შეჩეული სპორტით ქალაქში მგზავრობას და სიარულს. ხელებზე მოდის დიდი დატვირთვა და ეგ ჩემთვის არა კომფორტულია, თან მით უმეტეს მძიმე წონა რო ვარ. ცოტა უფრო მეტი დისკომფორტი მაქვს ვიდრე სტანდარტული ზომის ადამიანს. სხვადასხვა ძალიან რბილად დადის. მიუხედავად იმისა, რომ პადლისკა დაწეულია და მაიატნიკი აყენია, მაინც რბილი და კომფორტულია. სხვათა შორის ერთ-ერთსაც ფიცხი გაზი ქონდა, მაგრამ ამასაც ძალიან ფიცხი გაზი აქვს და წეღანაც პარკინგზე სანამ გამოვიდოდი, ოდნავ მივეცი გაზს და ეგრევე ბუქსაობა დაიწყო. აჩქარება საკმაოდ კარგი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედან ჩავაჭირე, ძალიან დიდი თორქი აქვს და ძალიან კარგ შეგრძნებებს იძლევა. სასაულად გადის. ალბათ დამეთანხმებით რომ Suzuki GSX-R 1000 და Yamaha RR-ს ერთმანეთს ვერ შევადარე. ნუ რა თქმა უნდა RR-ი უფრო ბევრად ლამაზია და ბევრად პროდუქტულად ღებას იპყრობს ხალხში. რაღა დაგიმალოთ და ამ ბაიკზე რომ ვზივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს ყოველდღიურად ვზივარ და ვმართავ და ჩემია, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად გრძნობ რა ამ ბაიკს და რაღაცნაირად ძალიან კომფორტულად მართავ და ჩემთვის კიდე კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია რა. აი ოდნავ მაქვს გაზზე მიცემული და ეგრევე იტყობს თორქს. მოკლედ ამ ბაიკზე მე მეტი აღარაფრის თქმა აღარ შემიძლია, რაღა დაგიმალოთ. ახლა კი დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კომენტარებში ველოდები თქვენს იდეებს და აზრებს, თუ რას ფიქრობთ ჩემს ვიდეოებთან დაკავშირებით და რა რჩევას მომცემთ, აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული ადამიანის რჩევას და ძალიან მადლობელი ვიქნები თუ
რეალურ კომენტარებს დამიწერთ. მოკლედ დაგემშვიდობებით, ეს იყო Suzuki GSX 1000-ის განხილვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად იყავით.